მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება მიმდინარე კვირის ტაროლოგიურ პროგნოზს. ოღონდ დღეს გვექნება ცოტა განსხვავებული ფორმატი. აღნიშნულ გაშლას გავაკეთებთ სტიქიებისა და ზოდიაკოს ნიშნების მიხედვით. და ეს იქნება 4 ბლოკიანი საჯარო გაშლა. თითოეული სტიქიის და მასში შემავალი ზოდიაკოს ნიშნებისათვის. ეს არის რიგით მეორე ბლოკი ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის და ამ დასტით ამოვიღებ ახლა მე ჰაერის სტიქიის ზოგად ტენდენციებს მიმდინარე კვირაში. ხოლო შემდგომი დასტით უკვე ინდივიდუალურად თითო თუ არკანით შევაფასებთ ზოდიაკოს ნიშნების ტენდენციებს არსებულ კვირაში. ვნახოთ ზოგადად კვირა როგორი იქნება ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. ზოგადად როგორი კვირა იქნება. ვნახოთ ახლა ამ დასტით როგორი კვირა გექნებათ ჰაერის სტიქიის ზოდიაკოს ნიშნებს. როგორი კვირა გექნებათ. როგორი კვირა იქნებათ ტყუპებს, მერწყულს და სასწორს. ესე როგორი კვირა გექნებათ და ამ დასტით ამოვიღოთ კვირის ზოგადი რჩევა თქვენი სტიქიისათვის ჰაერის ნიშნების წარმომადგენლებო. კვირის ზოგადი რჩევა ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. ნახოთ. ესეც რჩევა. ნახოთ ახლა როგორია თქვენი ზოგადი ტენდენცია. ოჰო, არკანის სამსჯავრო, ჰაერის ნიშნის წარმომადგენლებო, არკანის სამსჯავრო. პრინციპში მე ვიტყოდი, რომ აქ ჰაერის ნიშნის წარმომადგენლებს გიქნებათ გარკვეული ტიპის ინსაიტები. რა საინტერესო არკანი ფორტუნას ბორბალი და არკანი რწმენა. ჩემო ძვირფასებო, 3 მაღალი არკანი მოვიდა ამ კვირაში ჰაერის ნიშნებთან, ტყუპებთან, მერწყულებთან და სასწორებთან. ეხლა რა მინდა ამით გითხრათ? პრინციპში ეს კვირა თქვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობიერებების კვირა. ძალიან მნიშვნელოვანი ინსაიტები შეიძლება მოგივიდეთ აქ ჰაერის ნიშნებს, რაც არსებითად და ერთიორად შეცვლის თქვენს ახლანდელ ყოფიერებას და ყოფას. ეს იქნება საკმაოდ მე ვიტყოდი მნიშვნელოვანი კვირა თქვენთვის, სადაც თქვენ აქ გაანალიზებთ ყველაფერს, აი ნახეთ რა საოცარი არკანია, გაანალიზებთ ყველაფერს, რაც იყო თქვენს ცხოვრებაში და რაც იქნება თქვენს ცხოვრებაში მომავალში, რაც გინდათ რომ იყოს და აი ამ აწონ-დაწონვის საფუძველზე, აი ამ მინდა არ მინდას პრინციპის გათვალისწინებით მიიღებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ამ გადაწყვეტილების შედეგს, ჩემო ძვირფასებო, თქვენ აი ამ კვირაში რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებთ, უახლოეს 1 წლის განმავლობაში მაინც მოიმკით და იგრძნობთ საკუთარ თავზე. ამიტომ უბრალოდ რჩევას კიდე ცალკე ვნახავ, მაგრამ ნუ იქნებით იმპულსურები ჰაერის ნიშნებო, ეს თქვენ გახასიათებთ. ჩართეთ რაციონალური ტვინი, აწონ-დაწონეთ ყველაფერი თავისი პლუსებით და მინუსებით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. ენერგია ამ გადაწყვეტილებისთვის არაჩვეულებრივია მოცემულ კვირაში. ეხლა ვნახოთ ტყუპების კვირა როგორი იქნება. ტყუპებისთვის შვიდიანების ხმლები. ტყუპებო, შვიდიანების ხმლები რო გითხრათ, აქ ტყუპებისთვის არის გარკვეული ტიპის გამარჯვება რაღაცაზე.
და ეს გამარჯვება თქვენ გაძლევთ ძალას, შეიძლება ასე ითქვას. ოღონდ რა მინდა რომ გაგაფრთხილოთ ტყუპებო აქ, ის ძალა რაც თქვენშია, ეცადეთ რომ გარეთ მიმართოთ და საკუთარი თავისკენ ნუმიმართავთ, იმიტომ რომ აქ ზოგიერთ შემთხვევაში თუ თქვენი ეგო გამოკვებილი არ არის სათანადოდ, ამ ენერგიამ შეიძლება დაგანგრიოთ. ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავით თქვენს სურვილებთან და ამბიციებთან. ეს ეხება ტყუპებს. ეხლა ვნახოთ მერწყულებთან როგორი კვირა გვექნება. მერწყულებთან არის პენტაკლების რაინდის ენერგია. აქ არის ახალი წამოწყება, ახალი საქმე შეიძლება ეს იყოს, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულად გეჩვენებათ და ამავე დროს მერწყულებო ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ თქვენ ამაში გაქვთ სათანადო ცოდნა და გამოცდილებაც. ყოველ შემთხვევაში ასე გეჩვენებათ, მაგრამ რთული იქნება ამ გზის გაკვლევა იქიდან გამომდინარე, რომ აი ფეხებში გაუკაფავი ბალახი შეიძლება მოგედოთ. ანუ გაუკაფავ ბალახში დიდხანს სიარული არის საკმაოდ რთული, რაც არ უნდა ტრანსპორტით იყოთ. ეხლა ეს ცხენით იქნება, მანქანით თუ ასე შემდეგ. ნუ ეს ეხლა პირდაპირ მნიშვნელობით რა თქმა უნდა არ უნდა გაიგოთ, მაგრამ ყველა სიახლე, რასაც დაიწყებთ, ეცადეთ რომ პარალელურ რეჟიმში გაკაფოთ, ანუ ბუნდოვანება, გაურკვეველი საკითხები, გაურკვეველი ნაცნობობა, ან არასწორი კომუნიკაცია, ესენი ყველაფერი გამორიცხეთ და იდეალური შედეგები დადგება, როგორც უკვე გითხარით. აი ამ კვირაში ყველა ჰაერის ნიშნის წარმომადგენელს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი კვირა, მნიშვნელოვანი გაცნობიერებებით, მნიშვნელოვანი ინსაიტებით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით. ამიტომ იყავით ძალიან რაციონალური და უსმინეთ გულს და გონებას ერთდროულად. ეხლა ვნახოთ როგორი კვირა გვექნება სასწორებთან. სასწორებო, ქურუმი ქალი მობრძანდა თქვენთან პირადად. ქურუმი ქალი, თქვენ აქ სასწორებო იპოვით გასაღებს, გარკვეული ფაზლის, გარკვეული გაურკვეველი სიტუაციის და თითქოს აი ნათელს მოხფენთ რაღაცას და გასაგები გახდება ეს ნათელი, როგორც თქვენთვის, ისე სხვებისთვისაც. საკმარისი სიბრძნე გაქვთ სასწორებო აქ, საკმარისი გამოცდილება გაქვთ აქ, მე ვიტყოდი, არაჩვეულებრივი უნარი გაქვთ, ინტუიციურად მიხვდეთ და მიაგნოთ სად არის ძაღლისთავი დამარხული. აქ სასწორების შემთხვევაში არ იქნება აქ განძის ძიება, აქ იქნება ძაღლისთავების ძიება პირდაპირ მნიშვნელობით და ამიტომ თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით სად არის ძაღლისთავები დამარხული და მშვენივრად შეძლებთ ამ თავების ამოთხრას. უბრალოდ ეს არკანი როგორი არკანია, იცით? ეს არ არის აქტიური ცეცხლოვანი, აი როგორც ცეცხლის სტიქის წარმოადგენენ მივიდოდნენ, მაგალითად გაარკვევდნენ. არა, აი ჰაერისთვის და ზოგადად აი აქ არის უფრო მეტი სიბრძნე, უფრო მეტი გონიერება, უფრო მეტი სიფრთხილე, დაკვირვება და ანალიზი. სასწორებო მიაქციეთ ამას ყურადღება. და ვნახოთ ზოგადი რჩევა. ზოგადი რჩევა ჰაერის ნიშნებისთვის ეს არის 6-იანი თასების არკანი. მე ვიტყოდი რომ კვირის ბოლოს თქვენ იქნებით ნამდვილად კმაყოფილები იმ თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების და გამიღებული ჩანაფიქრების, რაც ასე რომ ვთქვათ, აი ამ კვირამ მოგიტანათ და მოგიტანთ. არ დაკარგოთ ეს კვირა, ამ კვირაში მოცემული ენერგეტიკა, ჰაერის ნიშნება, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გადაეშვათ ზედმეტ ეგოიზმში, ზედმეტ მოთხოვნილებებში, იმიტომ რომ აი აქ თითქოს შეიძლება იყოს ეს ტენდენცია, რომ აი ვინც დასასჯელია, ყველას დავსჯია. ესეთი ტენდენცია შეიძლება გქონდეთ ჰაერის ნიშნებო, ამიტომ ეცადეთ რომ დავსჯელობით ღონისძიებებზე ენერგიის კარგვის ნაცვლად ორიენტირი აიღოთ მომავალზე და ეს ენერგია თუნდაც ბრაზის ენერგია მიმართოთ ახალ ძალად, გარდაქმნათ ახალ ძალად და მერწმუნეთ, რომ ეს იქნება დამრტყმელი ძალა და ყველაზე კარგი თუ შურისძიება, რატომ მომდის ახლა ეს არ ვიცი, ყველაზე კარგი შურისძიება და ყველაზე დიდი დასჯა იმ თქვენი მტრებისა თუ ავის მოსურნეების, ვინც თქვენ სივრცეში არიან. აი ესეთი კვირა გვექნება და ელოდება ჰაერის ნიშნების წარმომადგენლებს. იმედია მოგეწონათ ამ ტიპის საჯარო გაშლა, ჩემო ძვირფასებო, თუ მოგეწონათ არ დაგეზაროთ კომენტარის დაწერა. ასევე თქვენთან რამდენად რეზონირდა ესეც დამიწერეთ და მომდევნო კვირებში მე ვეცდები რომ
გავითვალისწინოთ თქვენი მოთხოვნები და უფრო მრავალფეროვანი საჯარო გაშლები შემოგთავაზოთ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან, მადლობა რომ მიყურებთ და მადლობა რომ ხართ ჩემი ერთგულები. დროებით.